ახლოს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით პირადში, ფინანსებში და რჩევები თქვენთვის. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ მომდევნო კვირის განმავლობის ძირითადი ენერგია თქვენი როგორი იქნება. ნახოთ პირადსა სკოლა ურთიერთობაში რა გელოდებათ ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსებში და სამსახურებრივი კუთხით რა გელოდებათ. ნახოთ და რჩევა თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში რასთან იყოთ ფრთხილად, რას გირჩევთ ტარო ერთი კვირის პერიოდში. ერთი წამი. დავიწყებ ზოგადი ენერგიების აღწერით ახლა. პირა ზოგადად ერთი კვირის განმავლობაში. კვირა საკმაოდ მშვიდია ისე თავისი არსით, ბალანსირებული, ანუ სერიოზული მოქმედებები და ნებათაღელვები არ ხდება. თითქოს და რაღაცის მოდუნების საშუალება გაქვთ, რაღაცაზე დაფიქრების, თითქოს შეიძლება რამეს ელოდებით კიდეც რაღაცის შედეგის მიღება გინდათ, მოლოდინში ხედავთ, ცოტა მოწყენილებიც ხართ, ფიქრობთ, როდემდე უნდა ველოდო, როდემდე გასტანს კიდე რამდენი ხანი შეიძლება ესე ცოტა იმედგაცრუებულ ენერგიებშიც იყოთ რაღაც მომენტში. გარეგნულად არაფერი არ გეტყობათ, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებთ, მაგრამ შინაგანად ცოტა ემოციური დისბალანსები გაქვთ, ცოტა შიშები, ფოთვები, შეიძლება კვირაც ხა თავისი ენერგია ცოტა ისეთი ემოციური უფრო იყოს, ვიდრე რეალური მოქმედებები ჩანდეს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირადშიც მინელებული და მიწყნარებული ხართ, შეიძლება პირიქით არც მოგინდოდეთ ასეთი სიწყნარე და მეტი აქტიურობა და მეტი ინიციატივები გინდოდეთ, მაგრამ არ ჩანს ეს ყველაფერი. თითქოს და თქვენ საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი, შეიძლება პარტნიორიც ანალოგიურად იყოს, გასული იყოს კომუნიკაციიდან, არ იყოს ღია, არ იყოს აქტიური. პიროვნება გიჩანთ ახლა ნამდვილად ვიღაცა პიროვნებასთან დაკავშირებით ფიქრები, ძალიან ბევრი გიჩანთ, გარკვევა საკუთარ თავში, თქვენ სიღრმეში იხედებით, ტრანსფორმაცია ცოტა ისეთი სულიერ ენერგიებში ხართ და სულიერ გაკვეთილებს გადიხართ პირადი ურთიერთობების კუთხით. თქვენთვის შეიძლება რაღაცა ახალი ემოციები იყოს და ისეთი რაღაცები აღმოაჩინოთ პირადში, რომელიც აქამდე არ განგიცდიათ, აქამდე არ შეხვედრი ხართ და ეხლა ხართ აი სიახლეების პროცესში, მაგრამ ეს სიახლეები არ არის თქო ისო და ისო გამოწვეული რაიმე ქცევებთან, აქ უფრო საკუთარ თავში ცდილობთ რომ გაერკვეთ და ჩამოყალიბდეთ და გაიგოთ საერთოდ რა მჭირს, რა ხდება, ესე რატო ვარ, შეიძლება აქამდე უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდით, როგორც მიჩვეულები არ იყავით ასეთ სიტუაციას და რაღაცა უჩვეულო სიტუაციები გელოდებათ. რაც შეეხება სამსახურს და ფინანსურ სფეროს. გეტყვით ერთი პირველი რასაც ხედავ, რომ ყველაფერი არც ცუდად არ არის, თქვენ როგორც შეიძლება გგონიათ და გეგონოთ, იმიტომ რაღაც მომენტში თითქოს მოწყენილებს ხედავთ, იმედგაცრუებულებს, განერვიულებულებს, დადარდიანებულებს საქმესთან დაკავშირებით და მაგრამ ყველაფერი დაკარგული არ არის და არის კიდევ კარგი და პოზიტიური ენერგია და პოზიტიური სიტუაცია და შეიძლება დადებითის მიღებაც თავარია ამის დანახვა შეძლოთ. შანსები გამოგიჩნდება სხვათა შორის, კარგი ახალი შეიძლება სამსახურს თველადებით გამოჩნდეს კიდეც რამე უკეთესი პერსპექტივა, რაღაც მოულოდნელი სწრაფი შემოსვლა გექნებათ, უფრო კვირის ბოლოსკენ ხედავ ამ სწრაფ შემოსვლას, რომელიც ფინანსურადაც არ იქნება თქვენთვის ცუდი და მოგებიანი. რჩევას რაც შეეხება ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის. რჩევაზე გეტყოდით, რომ იყავით ფრთხილები, დაფიქრებულები, მობილიზებულები, ყურადღებიანები და თქვენ ირგვლივ სიტუაციები კარგად აწონდაწონეთ. არ იჩქაროთ გაწყვეტილებების მიღება, მობილიზდით და ესე განჭვრიტეთ, შორიდან დააკვირდეთ. რაღაც მომენტში შეგიძლიათ, რომ აი ჰობით დაკავდეთ მაგალითად, ან მეგობარს გაუზიაროთ თქვენი გულის დარდიან, ვიღაცა სანდო ადამიანს გაიხსნათ ვიღაცასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს 100%-იან და სრულ გახსნას და თქვენი ემოციების სრულად გაშიშვლებას. არც პარტნიორთან არ ღირს ამ ეტაპზე. ზოგადად ეჭვი შეიძლება გაქვთ რაღაცეებზე თქვენს ცხოვრებაში პირადზე ან ზოგადად სიტუაციაზე და ფრთხილად იყავით, თუ ეჭვები გაქვთ, კარგად დააკვირდით, რომ თქვენი ეჭვი შეიძლება არც ისე უსაფუძვლო არ აღმოჩნდეს და გქონდეთ ამ ეჭვს თავისი გარკვეული საფუძველი და მიზეზი. ცოტა აი როგორც მობილიზება გააკეთეთ თქვენი ენერგიების, თქვენი ძალების და არ დაყაროთ ფარხმალი, არ მოდუნდეთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამიზიარეთ კომენტარში თქვენი მოსაზრება რამდენად რეზონირდა და პირად კონსულტაციების ჩასაწერად მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, შეგიძლიათ Facebook მაყურებელმა Facebook-ზეც მომწეროთ შეტყობინების ველში, არ დამირეკოთ, თხოვნამ ექნება მომწერეთ.